ილოცავთ მეგობრებო, დაიწერა ისტორია, მოუგეთ საფრანგეთს, გავედით მეოთხედ ფინალში. პირველად დამოუკიდებელი ქართული საქართველოს ისტორიაში ჩვენი ნაკრები კალათბურთში გავიდა ევრობასკეტის მეოთხედ ფინალში. ჯგუფიდან გავდიოდით აქამდე საკმაოდ ხშირად, მაგრამ მეოთხედ ფინალში, ანუ მერვედფინალური ეტაპი დაძლეული არ ქონდა. სხვადასხვა ბოსნიასთან თამაშის წინ ვამბობდი, რომ პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოს ბოლო ტურის წინ თავის თავზეა დამოკიდებული, სულ დახმარება არ ჭირდებათ ხო? და იმედი მქონდა, იმედია, ასე ვთქვათ, პირველად მოხდება, რომ თვის დაუსხმარებლად გავალთ თქო, მაგრამ ის არ გამოვიდა, რომ ბოსნიასთან წავაგეთ, მაინც დაგჭირდა საბრძოლო დახმარება, მაგრამ სამაგიეროდ უკეთესი რამე მოხდა პირველად ისტორიაში, გავედით მეოთხედ ფინალში, ამ ტურნირზე უკვე მეორე გრანდი დავამარცხეთ. არავის არ ჯეროდა ჩვენი 95%-ს 5%-ის წინააღმდეგ ასე იყო განაწილებული ალბათობები ამ გუნდებს შორის, საფრანგეთს და საქართველოს შორის, რა თქმა უნდა 5% მხოლოდ 5% იყო საქართველოს მოგებაზე, ასე ვთქვათ. მე ვამბობდი უფრო მეტ ჩანს ვაძლევდი საქართველოს, თუ გახსოვთ 4-5 თამაშიდან ერთს მაინც ამოიღებს ასეთ გუნდთან საქართველოს მერკი და იმედია ის ერთი შედგება ხვალ თქო, წინადღეს ვისაუბრე. ისი არ გიხდათ ყველაფერი კარგი. რატო იყო აქ მე თუ შემატყობდი საბოლოოდ ბოსნიასთან უფრო პესიმისტურად ვიყავი ვიდრე საფრანგეთთან. მე ვთქვი საფრანგეთი ალბათ თანხდებით რომ ბოსნიაზე ძლიერი გუნდია და საერთოდ პირველ რიგში იმიტომ რომ სტილისტურად საფრანგეთი არ არის ისეთი უხერხული როგორც ბოსნიასთან, ვისაც არ უმახია ახლა ამ დეტალებს არ გავიმეორებ, რატო იყო ბოსნია ასეთი უხერხული. შეგიძლიათ ნახოთ ბოსნიასთან თამაშის წინა და შემდგომი ჩემი ვიდეოები. საფრანგეთს არ ყავს გამოკვეთილი მძიმე მასიური ცენტრი, რომლის დატვირთვაზეც სამწამიანში თამაშობენ ხოლმე ასეთი გუნდები, ვისაც ცენტრი ყავთ. ანუ საფრანგეთი უფრო მოძრავ კომბინაციურ გარედან უტევენ მე არ გვიხვენ გარედან ისვრიან აუცილებლად, გარედან შედიან და არ ხდება იქ არ ყავს პრინციპში მასიური ცენტრი საფრანგეთის არ ყავს როგორც ლუკიჩი ყავდა ბოსნიას. სხვადასხვა ასეთივე გუნდი იყო ესპანეთი და შეფროთი არ არის, სწორედ აი ამ ორ გუნდს მოუგეს ჩვენ დაახლოებით ამ ხრივ გვანანებთ სტილისტურად. ასეთ გუნდებთან ჩვენს ნაკრებს ყოველთვის აქვს შანსი თავი იყოს განწყობა კარგი. რაც შეეხება ჯიკის საქართველოს შევაქოთ ჩვენი მსვლელი სწორი დაგეგმილი ტაქტიკით განსაკუთრებით დაცვაში პრინციპში იგივე სქემა ქონდა ჯიგიც, რაც ესპანეთთან თამაში დაცვას გულისხმობ. ხისტი დაცვა არ უნდა ეგზნოთ მას თამაში, არ უნდა ეგზნოთ მაჯა. გაუფუჭეთ თამაში, დავუძაბეთ და შესაბამისად დაიწყეს ნერვიულობა, აიჭრნენ და მიაქცეთ ყურადღება ისევ როგორც ესპანეთთან ტრადიციულად დაგეგმილი შეცვლები პიკზე. ანუ მოთამაშეები იცვლებოდნენ კაცრი სქემით, არ ელოდებოდა როდის გაუფუჭდებათ მოთამაშეებს თამაში, პირიქით პიკზე გაყავდა მოთამაშეები. ამის საუკეთესო მაგალითი იყო პირველივე მეოთხედში, როცა დაფრინავდნენ და სხვა შორის ქულებს იღებდნენ მხოლოდ ბოლდუინი და შენგელია. ის პერიოდი იყო, როცა მოულოდნელად ეს ორი კალათბურთელი დასვა ფასილებული ვარ ძალიან ბევრი აქინებს და მაგის გამო ჯიკის, მაგრამ ისე როგორც ესპანეთთან აქაც გაამართლა ამან, იმიტომ რომ შემცვლელები შემოდიოდნენ ძალიან ამაღლებულ ასე ვთქვათ ნოტაზე, ამაღლებულ ტალღაზე და შედეგად ფაქტიც სახელზეა რომ ბენჩი ამ თამაში დაეხმარა გუნდს, მიაქცეთ ყურადღება ბეკა ბუჯანაძის მხოლოდ 13 წუთი ქონდა თამაში, მაგრამ წინვალე 100%-იანი შედეგი ჰქონდა 2-3-იანი, ძალიან საჭირო დროს ორივე ჩააგდო, ძალიან კარგი დაცვაც ჰქონდა ბეკას. რატი ანდრონიკაშვილი ქულებით ვერ გამოირჩა, მაგრამ ძალიან კარგი იყო დაცვაში და ასევე შეტევაშიც კარგი იყო ბუთის გადმოტანაში, გვეხმარებოდა ძალიან და ასე ვთქვათ შეტევის ორგანიზებაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს იღებდა თავის თავზე. სხვა შეიძლება ოჩკიზეზეც უნდა ვთქვათ, ბევრი არ თამაშა, 7 წუთი თამაშა, მაგრამ ძალიან ისე კარგად ასრულებს ხელის დავალებებს, განსაკუთრებით დაცვაში არც უსურია, მაგითაც ოჩკიზეზეს კარგად ირჯებოდა დაცვაში. სხვა შეიძლება თუ დავკვირდებით, ბენჩს კი ბევრი ქულა არ ქონდა, ბენჩს ხა სულ 10 ქულა ქონდა და აქედან თან 4 მას გამოცდილ ჟერმადის. მაგრამ ანუ სუდად არც უსურიათ, მის თქმა უნდა საერთოდ არც ისურვებენ მაინც და მაინც. თელი აცილებული ბრძოლები აი ამ სამი მოთამაშისა, როცა ჩამოვთვალოთ ბუჯანაძე, უჩხიგიძე, ანდრონიკაშვილის ანგარიშზე იყო სულ ერთი აცილებული
ორი ხულიანი და ერთი აწოლებული სამი. მეტი არ გავფუჭებია. ნუ არც ის რომ. მე დაგვიდით რომ კალათბურთელებზე რო დამთავრდება ასე ვთქვათ ტურნირი ევრობასკეტი მე ვისაუბრებ თქო და ასეც ვიზაუბროთ ერთს მინდა შევეხო კონკრეტულად კამარ ბოლდვინს და რატომ უნდა შევეხო ალბათ ხვდებით იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ თამაში იყო ამ გამარჯვებაში იყო კამარ ბოლდვინი რა შეიცვალა კამარ ბოლდვინში თვითონ მოთამაშე არაფერი არ შეიცვალა უბრალოდ ჩემს მოსაზრებას გეტყვით კამარ ბოლდვინი ხარისხით არის არც დიქსონზე უკეთესია ჩემი აზრით და მაკფადენზე როგორც მინიმუმ ნაკლები არ არის როგორც მინიმუმ მიუხედავად ამისა აქამდე დიქსონმა ძალიან ეხმარებოდა დიქსონი ჩვენს დაგრეს მაკფადენიც მით უმეტეს საკმაოდ დიდი ხანი და აქამდე ამას ვერ ვიტყოდით ბოლდვინზე რატომ იმიტომ რომ ბოლდვინი არაკეთებდა იმას რისთვისაც ჩვენ აქამდე ყავდა ლეგიონერები შეიძლება ამისთვის არ აიყვავდა, მაგრამ ამას აკეთებდნენ ლეგიონები და ამას მოქონდა შედეგი. რა? კამარ ბოლდვინი ჩვეულებრივად მონაწილეობდა იმ სათამაშო სქემებში, რასაც მთელი დავალებას აძლევდა. ანუ ჩვეულებრივი ერთი რიგითი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. როცა მაკფადენის და დიქსონის თუ გახსოვთ, გამოიჩენენ სხვა რამით. როდესაც გუნდს არ მისდიოდა თამაში, ამ დროს იღებდნენ თავის თავზე და შეიძლება ითქვას ცოტა ავანტურულად და ასე ვთქვათ თავხედურად თამაშობდნენ. მიხვდით ალბათ ხო რასაც გულისხმობ. როცა თამაში აერია გუნდს, ამ დროს მარტო თამაშობდნენ, ეს შეიძლება ყოველ გაგზელებული ერთი წუთი, ეს შეიძლება გაგზელებული იყოს მეტიც. შეიძლება სულაც ერთი შეტევა გაგზელებული იყოს, მაგრამ ამას მოხდა შედეგი. აი ამ იცით რა არის კალათბურთში ძალიან დინამიურია, ძალიან ბევრი რამ ხდება და რაც არ უნდა კარგად ითამაშოს გუნდმა, რაც არ უნდა კარგად მუშაობდეს სქემები, კომბინაციები, ყველა ვარიანტში სადღაც ექნება მათ ჩავარდნა, სადღაც გაჭედავს ეს სქემა და საჭიროა ან სიახლე, ან ასე ვთქვათ გადატვირთვა. აი ამ დროს იდეალურია ეს ამერიკელი თავხედი, ხაჯოს უფრო აფრო-ამერიკელებს ხდება, მაგრამ ზოგადად ეს ამერიკული სტილი თავის თავზე რო არ ეშინია, დარწმუნებული რო ჩააგდებს რაც არ თული ბუთი ისროს. ამას აქამდე ბოლდვინი არ აკეთებდა. თვითონ ცოტა ფრთხილი იყო, რომ რაღაცა ისი არ გამოსულა, რომ ზედმეტი აიღო თავის თავზე არა. პირიქით, საჭირო მომენტებში ზედმეტი უნდა აიღოს და მართლა თავხედები უნდადნენ. ამით გამოირჩეოდნენ, ამით ეხმარებოდნენ მაკფადენის, მაიკ დიქსონის და სხვა ლეგიონერები წარმატებული ვინც ყოლია. ეს თამაში იყო გამონაკლისი. კამარი პირველი მეოთხედიდან დაწყებული იყო ძალიან თავხედი, კარგი გაგებით და აი შეიძლება ვამბობ ხოლმე თანამედროვე კალათბურთი არის თავხედი ავანტურისტების თამაში, განსაკუთრებით პატარების გულისხმობ, ანუ უკან დახაზებებს. და ამის ძალიან კარგი წარმოადგენელია კამარ ბოლდვინი, რომლის უნარებში ამ ეს რო შეეძლო ეს თამაში ისეთ დარწმუნებული ვიყავი, ვინც არის კამარ ბოლდვინი, მაგრამ არ აკეთებდა, მაინც უდა ისე ცდილობდა დისციპლინირებული მოთამაშე ყოფილიყო. კამარი ჩვენჩნდება, რა თქმა უნდა, ეს სქემებში, როცა მონაწილეობს, კარგად მონაწილეობს ყველაფერი, მაგრამ როდესაც გუნდს გაუჭირდა, გაიჭედა, როცა ეს სქემა, მექანიზმი გაიჭედა და ჭირდება გადატვირთვა, აი ეს პერიოდი, ეს იქნება ერთი შეტევა, 1 წუთი თუ 5 წუთი, უნდა ათრიოს ასეთმა მოთამაშემ. გუშინ ეს გააკეთა, კამარმა გააკეთა წყინვალე და ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და მთავარი გმირი სხვებთან ერთად რა თქმა უნდა შენგელია ამუკელაშვილის ორმაგი დუბლი წყინვალეს და ძალიან საჭირო ბუთები. სხვადასხვა გოგაბითაძეს არ წაუვიდა სროლები ისე კარგად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დაფარება საერთოდ უნიშნულოვანეს დროს გააკეთა გოგამ და უდიდესი წილი ჰქონდა რა თქმა უნდა გოგასაც ამ გამარჯვებაში. ასე რომ თუმცა უნდა გამოყოფო კამარ ბოლდვინის ალბათ ეს საუკეთესო თამაში იყო, რაც კი კამარი ჩვენს ნაკრებში ასე ვთქვათ თამაშობს. დარჩენ კალათბურთელებზე როგორც გითხარით უკვე დაველოდოთ ევრობასკეტი დასრულდა და შემდეგ გავარჩიოთ ავის ვთქვათ, კარგის ვთქვათ, ყველაფერი ობიექტურად რა თქმა უნდა. ახლა წინ ვინ გველოდება ფინეთი. რა შეიძლება ფინეთზე ვთქვათ? ფინეთსაც არ ყავს ძალისმიერი მასიური ცენტრი, რომელზეც სანტალწამიანში ვკითხავენ და რომელზეც აუცილებელია ხოლმე ორმაგი დაცვის გადავიდეს დამხმარე ვიტაძესთან, ამაზე რატოა ეს აუცილებელი და რატო გჭირდება ჩვენ შემთხვევაში. ამაზე ვისაუბრე უკვე, როდესაც ლუკიჩის წინააღმდეგ თამაშებს საუბრობდი, როდესაც ბუნებრივია იხსნება პერიმეტრები და რაც შედეგად მოხდა, როგორც ვივარაუდეთ, რაც თავარი პრობლემა რაც იყო ბოსნიასთან, ასეთი რისკი არ არის ფინეთთან, ისევე როგორც საფრანგეთთან არ იყო და ისევე როგორც ესპანეთთან არ იყო.
მაგრამ აქ სხვა ის არის ჩვენთვის ცოტა ცუდი თვისება აქვს ფინელებს აბსოლუტურად ყველა ფინელი ისვრის ძალიან კარგად პერიმეტრიდან რაც ზოგადად პერიმეტრიდან დაკეტვა არ არის ხოლმე ჩვენი ასე ვთქვათ ძლიერი მხარე მაგრამ პრინციპში მე მაინც ისევ ფინეთისნაირი გუნდი მიჩვენია ვიდრე ბოსნიისნაირი რა უნდა გავაკეთოთ თავარი ჩემი აზრით პირველ რიგში არ უნდა მივცეთ სივსე მარკარენს ძალიან ხისტი ახლო დაცვა უნდა დავუყენოთ თავიდანვე შეიძლება ჯარიმების აღება შეიძლება ზოგჯერ მოგვეჩვენოს რომ ეს ჯარიმა რასაჭირო იყო დასაწყისში ასე მაგრამ აუცილებლად თავიდან იგრძნოთ ცოტა ვატკინოთ ჭყალებში რა თქმა უნდა გაუფუჭდეს მასაც მაჯა და ну იმის ილუზია არ მაქვს რომ მარკარენი ვერ აიღებს ბერკულას 20 ქულასაც აიღებს ალბათ და შეიძლება მეტიც აიღოს მაგრამ ეს უნდა გაკეთოს ცუდი პროცედი ეს უნდა მოახერხოს აი რთული მატჩის ფონზე და ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს აუცილებლად დანარჩენებზეც განსაკუთრებით პერიმეტრზე ძალიან ახლო თამაში და ასლა ახლო მე გავრისკავ რა ჩემი აზრით აი იმდენად ახლოს უნდა ვეთამაშოთ და ისე ცადოთ სროლაში ხედი შეუშალოთ განსაკუთრებით თავიდან რომ ერთი-ორჯერ სამსროლიანი ჯარიმაც რო ავიკიდოთ არაუშავს უბრალოდ არ უნდა გაიხსნას მათი მაჯა არ უნდა იგრძნონ აი უნდა გავუფუჭოთ მათად თამაში შეიძლება რთული იყოს ეს განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე რომ აბსოლუტურად ყველა ხუთივე მოთამაშე გარედან ისვრის შინჩეთოს არ შეეცდებიან რაც აწყობდა რომ შესულიყვნენ რომ ჩვენ ისეთები ვიყავ შინით რომ მიდი და შედი ახლა მამუკელაში შეგელია და განსაკუთრებით ბითაძე როდან ასწავლიაში არ შეეცდებიან გარედან ითამაშებენ ფინელები და ამ დროს თავარია რომ აი ეს ხელი არ თავისუფლად არის რომ განსაკუთრებით თამაშის საწყის ეტაპზე მოკლედ და ხო ბენჩის მნიშვნელობა ძალიან დიდი მე ვფიქრობ რომ ბენჩი არ უნდა შევზღუდოთ იმაში რომ არ უნდა უსაყვარლოთ ჯარიმებზე ბენჩი რო შევა არ უნდა დაზოგოს მეტოქეები ну განსაკუთრებით ბენჩისთვის უფრო ასე ვთქვათ მათ თავისუფლად შეუძლიათ ჯარიმები დაიბრძოლოს მოკლედ ძალიან ხისტი დაცვა გჭირდება განსაკუთრებით მარკარენზე ყველა მონაკვეთზე სადაც მიიღებს მურს არა ტარდებისას ასე ვთქვათ მიღებისას ამ დროს ჯარიმებით შეიძლება სულ ჯარიმები არა რა თქმა უნდა ისე არ მოგდათ რომ პირველ ტაიმში ყველა გამოვარდეთ მაგრამ ну კალთელები მიხვდებიან რადგან გულისხმობ უნდა იგრძნოს წნეხი მუდმივად უნდა იგრძნობდეს სუნთქვას მეორე სუნთქვას ორი მარკარენი და ამით იქნებ ვაიძულოთ რომ უფრო მეტი ნერვიულოს ეს ნერვიულობა რა თქმა უნდა გადაიწეს გუნდს და არ დაგვეყოს დანარჩენებთან ახლა მთელი მოედნის განმავლობაში ჯარიმები და ძალიან ახლო დაცვა შეიძლება დაგჭიროს მაგრამ პერიმეტრზე პირდაპირ აი ხელები ააფარეთ დავაფაროთ სახელზე და აი არ უნდა მივცეთ თავისუფალი სროლის მნიშვნელობა ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ რომ არ იგრძნოს თავიდან თუ რამდენიმე შედეგიანი სამქულიანი გაუშვა ალბათობამ სროლებმა ვისაც აქვს ეს სისხლში შემდეგ შეიძლება უკვე ხელიდანაც ჩაგიგდოს ყველაფერი ამიტომ თავიდანვე არ უნდა იგრძნოს ფარი სულ ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა დაველოდოთ ზეგარი მე მგონი თამაში კი ბატონო ზეგარი თამაში იმედი დავიტოვოთ როგორც ევროპაზე საქართველოს ნაკრები ფეხბურთში რო თამაშობდა მაშინ ერთ ვიდეოში ვთქვი სანამ ევროპის ჩემპიონზე ვართ აი ესე ვთქვი მაშინ და იგივეს ვიმეორებ ახლა სანამ ჩვენი გუნდი არის ევროპის ჩემპიონზე არც გაბედოთ და იმედი არ დაკარგოთ ნებისმიერ მეტოქესთან მოგებისა აბა თქვენცი და წარმატებები ბიჭებს